პრემიერ პადელის ახალი წყვილი ხუან ლებრონი და ლეო აუსბურგერი. ლეომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოთქვა სურვილი ხუან ლებრონთან თამაშის, მაგრამ ლებრონმა სტუპა აირჩია რეიტინგის გამო. დღევანდელი მოცემულობა გვაძლევს შესაძლებლობას დავსვათ კითხვა, თუ რა იქნება 2026 წელს. მაგრამ ერთი წუთით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი გამომწერების რა რაოდენობას აინტერესებს ეს კონტენტი. რამდენი ადევნებს თვალს მსოფლიო პადელს და რამდენი გამიზიარებს საკუთარ აზრს ამ წვლილთან დაკავშირებით კომენტარებში. ხო, არ დაგავიწყდეთ კიდევ, ვათამაშებ ორჩოგანს, როგორც კი 2000 გამომწერს მივაღწევთ. ესტუმრეთ ჩემს გვერდს, მოძებნეთ მოკლე ვიდეო სათაურით გათამაშება და იქ გაიგებთ ყველაფერს. ეხლა კი ვაგრძელებთ. ხუან ლებრონი თითქმის 4 წელი იყო მსოფლიოში ნომერი პირველი. ყურადღება მიაქციეთ. იყო. დღეს ტაპიას და კოეიოს წყვილი უკონკურენტოდ ლიდერობენ რეიტინგს. ამბიციურ ლებრონს კი სურს 2026-ში დაიბრუნოს ლიდერობა. გზის გასავლელად მან აირჩია ლეო, მაგრამ შეძლებენ კი ისინი დიდების მწვერვალზე ასვლას. მოდი დავუბრუნდეთ უკან. 2022 წელს ხუან ლებრონს საუკეთესო სეზონი ჰქონდა ალე გალანთან ერთად. მაგრამ 2023-ში მაჯის მძიმე ტრამვის გამო მოუწია რამოდენიმე თვის გამოტოვება. 2024-ში კი დოჰაში გამართული P1 ტურნირის შემდეგ ეს წყვილი დაიშალა, რასაც პადელის სამყაროში დიდი მღელვარება მოყვა. საკმაოდ დიდი და საინტერესო ისტორია, მაგრამ თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და მე აუცილებლად მოგიბზადებ ძალიან მაგარ ვიდეოს ამ წყვილის შესახებ. ლებრონმა ამ განშორების შემდეგ ფსონი რამოდენიმე მაგარ მოთამაშეს სტატუ. პაკიტო ნავარო, მარტინ დინენო და სტუპაჩუკი. ერთი შეხედვით, სამივე წყვილის შემთხვევაში საკმაოდ ძლიერი გუნდები ჩამოყალიბდა, მაგრამ სამივე გუნდი ხუანის ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე და დამარცხებასთან შეუგუებლობის გამო დაიშალა. რაც შეეხება ლეოს, 19 წლის ასაკში არგენტინიდან საცხოვრებლად ესპანეთში გადმოვიდა და შეუერთდა ნოქს ფიუჩა აკადემიას სავარჯიშოდ. მისი პირველი ოფიციალური მეწყვილე გახდა ტინო ლიბააკი. ეს ბიჭები კი შევიდნენ ისტორიაში როგორც ყველაზე ახალგაზრდა წყვილი პრემიერ პადელის ისტორიაში. 2023 წელს ძალიან მაგარი შანსი ჰქონდათ ისინი შესულიყვნენ 16 საუკეთესო გუნდში. 2024-ში ეს წყვილი დაიშალა და ლეომ განაგრძო ასპარეზობა ჩოსასთან ერთად. მათი საუკეთესო შედეგი როტერდამში დაფიქსირდა. ნახევარფინალისკენ მიმავალ გზაზე ტურნირს გამოთიშეს ხუან ლებრონი და მარტინ დინენო. ზოგადად 2024 წელი ამ პატარა ბიჭისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. იმიტომ რომ მის ყოფილ მეწყვილესთან ტინო ლიბააკთან ერთად ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, რომ არგენტინა გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. 2025-ში კი შეიქმნა ახალი წყვილი, ლეო და კანდონა. ორივე ახალგაზრდა ბიჭი, ორივე ძალიან მაგარი და დაწერეს ისტორია. მათ გამოთიშეს ტურნირიდან ჩინგოტო და გალანი, უდაოდ საუკეთესოები. ფინალისტვის გამზადებული წყვილი მოულოდნელად ახალგაზრდა ბიჭებმა სახლში გაუშვეს. არა კი ზემოთხსენებულმა უცხო პლანეტელებმა პასუხი ძალიან მალევე დაუბრუნეს ასუნსიოში ფინალის მოგების სახით. მაგრამ აუცილებლად აღსანიშნავია, ფინალის თამაში ახალგაზრდა ბიჭებისთვის უდიდესი წარმატებაა. ამის შემდეგ ხდება ძალიან საინტერესო რა. წყვილის გარეშე დარჩენილი დინენოს ზარი მიიღო ლეო გაერთიანებასთან დაკავშირებით. ლეო დათანხმდა და ალბათ ეს იყო ყველაზე სწორი ნაბიჯი მისი მხრიდან. ამ წყვილმა შეძლო შეუძლებელი. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მოიგეს პირველი ტიტული წყვილში, მადრიდი P1. თავარია თუ რა გზა განვლეს ამ ტიტულისთვის. მათ დაამარცხეს 3 გიგანტი ორეული: ჩინგოტო, გალანი, ლებრონი, სტუპა და კოეიო ტაპია და მიაღწიეს შედეგს, რომელიც ალბათ ყველა პადელის მოთამაშისთვის არის საოცნებო. მაგრამ ყველას აქვს კარგი და ცუდი პერიოდი. ამ შემთხვევაში გულისხმობ დინენოს. მარტინი ფენომენალური ადამიანია. ალბათ პრემიერ პადელის ისტორიაში ის ერთადერთია, ვინც დოკუმენტური ფილმის გადაღებას იმსახურებს. თუ გაინტერესებთ, დაწერეთ კომენტარებში და მოგიყვებით, თუ როგორ მოახერხა ბორბლებიანი სავარძლიდან პარიზი მეიჯორის მოგება. სწორედ აქით დინენოს ცუდი პერიოდი და იქით ლებრონის და სტუპას დაშლა ელი შეუწყო რას? იმას, რომ როგორც წყვილი პირველ ტურნირს მექსიკაში ითამაშებს ლეო აუსბურგერი და ხუან ლებრონი ერთად. ცოტა არ იყოს ნერვიულობა. ლებრონის სიფიცხემ და გამარჯვების წყურვილმა ცუდად არ იმოქმედოს საოცარი ტალანტის მქონე ბიჭუნაზე ლეოს გულისხმობ, მაგრამ ერთად ვადევნოთ
თვალი ამ წვილის ასპარეზობას და ვნახავთ რა იქნება 2026 წელს. ვფიქრობ, უდაოდ ძლიერი წვილი ჩამოყალიბდა თითქმის ყოველთვის ფინალში მოთამაშე 4-ულისთვის. ტაპია, კოეიო, გალანი, ჩინგოტო. ყველამ კარგად ვიცით, ხუანის დაუოკებელი სურვილი დაიბრუნოს პირველის წოდება. მაგრამ შეძლებს კი 21 წლის ლეოსთან ერთად მაგარი ტურნირები გველოდება. არ გამოტოვოთ არც ერთი. ისიამოვნეთ ამ ყველაზე სწრაფად განვითარებადი სპორტით. თქვენ კი დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ ამ წვილის შესახებ და რომელ წვილზე გაინტერესებთ რომ მოგიმზადოთ შემდეგი ვიდეო. თქვენ კი ვისაც პადელი გიყვართ, ჩემი თხოვნაა რომ გააზიაროთ ეს ვიდეო, რათა მეტ ადამიანს შევაყვაროთ ჩვენი სპორტი. მადლობა და დროებით.